ძალიან დიდი მადლობა ეს გენდერის მედია ცენტრი რო იცოდეთ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. ისინი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და თანასწორობის პრობლემა ალბათონი არის საკითხია მეუხედავო ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას. საკრებულოში მქონდა ქალბატონებს შეხვედრა. სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარი. თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო სამსახური არის საზოგადოების უშუალო ნაწილი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტი, კომუნიკაცია, მათგან საჭიროებო საკითხებზე აზრის მოსმენა. დღეს საუბარი ქონდა გენდერზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე. სამინისტროს ეს არის პრიორიტეტული საკითხი. ქალების წარმოჩენა სამხედრო სამსახურში, მიღება სამხედრო სამსახურში, მათი დაწინაურება. ჩვენ ამაზე აქტუალურად ვფიქრობთ, გაწევაზეც აქტუალურად ვფიქრობთ და ყველა ამ თემაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან აქტიური დისკუსია იყო. ზოგადად ბათუმის გენდერის მედია ცენტრისთვის ძალიან დიდი პატივია ამდონის მაღალი რანგის ადამიანის მიღება. გენდერის მედია ცენტრი ქალბატონმა ანამ თავად ამოირჩია ერთ-ერთ ადგილად, სადაც ის უნდა შეხვედრო და ქალებს, რომლებიც გენდერის თემით არიან დაკავებულნი, ანუ გენდერული თანასწორობის თემით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ იმაზე, რომ ქართულ ჯარშიც იყოს გენდერული თანასწორობა და ქალებიც წავიდნენ ქართულ ჯარში.